მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ჩემ და გურის ახალ გადაცემას, რომელსაც ქვია ევროპის დაისი და ალბათ როგორც სათაურიდანვე მიხვდებოდით, ჩვენი გადაცემა კონცენტრირდება როგორც წარსული, ისე თანამედროვე ევროპის ყოველდღიურობაზე, მის კონტექსტებზე, სახეცვლილებებზე და იმაზე, თუ როგორი მდგომარეობა არის დღეს ზოგადად ევროპულ ცივილიზაციაში, მის პოლიტიკაში, მის ბიუროკრატიაში, კულტურაში და ასე შემდეგ. დღეს არის პირველი ეპიზოდი და სათაურის იდეით ჯობი ალბათ დავიწყოთ, რომელიც შენი იდეა იყო. შპენგლერის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სწორად წინასწარმეტყველური პოლიტიკური ფილოსოფიის ტექსტი, რომელიც ძალიან ერგება თან დღევანდელი საქართველოს საგარეო პოლიტიკის კონტექსტსაც და ჩვენ აღქმას და მიმართებასაც ევროპისადმი, იმიტომ რომ იქ გაკრიტიკებული არის როგორც ცალკეული კულტურა, ისე მთავარი ბიუროკრატიული აპარატი და მე-20 საუკუნის დასაწყისში უკვე არის საუბარი იმაზე, რაც დღეს არის მთელი მსოფლიოს რეალობა და განსაკუთრებით ჩვენი მძიმე რეალობა, იმიტომ რომ ჩვენ გვიწევს, რომ ამასთან ჭიდილში ვიყოთ. მე ვხედავ, რომ დღევანდელი ევრობიუროკრატია და ევროკავშირი თავისი ეკონომიკური საჭიროებებიდან გამომდინარე და შესაბამისად ასევე ამერიკული, იმპერიალიზმი დავარქვათ თუ რა, მისი შეგონებებიდან გამომდინარე, რომ სრულად ნატოს ბაზებით არის გადატანილი მთელი ევროპა, მისი ეკონომიკა დაფუძნებულია მიგრანტებზე, იმიტომ რომ თუ ნახეთ, ახლა გერმანიამ გააიოლა მანამდე წინა ადმინისტრაციამ მოქალაქეობის მიღება, საფრანგეთი, ანუ მთავარი ინდუსტრიული ბირთვები, როგორ იქცევიან, ხო? და ცივილიზაციური პრობლემა რა არის? ახლა ცოტა შორიდან რომ მიუდგეთ საკითხს, საიმიგრაციო კრიზისი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არაბულ გაზაფხულს დაემთხვა და იმის შემდეგ იწყება ალბათ 2013-დან და ესე იგი, ვინც შემოდის ეს ემიგრანტები, დასავლელი ევროპული რაღაცა ნიჰილისტური განწყობის მქონე ახალგაზრდა, მას სრულად ცხრევადი ხედვა სამყაროს და ვერ იცავს ის თავისებს. აი რატო იყო რომ მაგალითად აისისში მიდიოდნენ თანამედროვე ევროპის პრობლემა არის მსგავსი. ხო, ეგრეთ წოდებული welfare state-ის, ანუ ყველაზე ბედნიერი ქვეყნების, დანია, ნორვეგია, შვედეთის, ისინი ახალგაზრდები. ამაზე ფილმიც არის Netflix-ის გადაღებული ხალიფატი, სადაც შვედი გოგოები სკოლის მოსწავლეები თუ სტუდენტები ოცნებობენ რომ წავიდნენ რაქაში და გახდნენ მე-5 და მე-6 ცოლები. ანუ ეს პრობლემა და ეს კრიზისი რეალურად არსებობს. საიმიგრაციო პოლიტიკა ევროპაში რეალურად, რომელიც ნაწარმოები იყო იდენტობის პოლიტიკიდან გამომდინარე, მდგომარეობს იმაში, რომ ის და მოდი ეს ვთქვი, განსხვავებული, რადიკალურად ევროპული ცივილიზაციისთვის განსხვავებული კულტურები და საზოგადოებები, როდესაც შედიან და ევროპის წიაღში იმკვიდრებენ თავს, ისინი არ ადაპტირდებიან ევროპულ გარემოსთან და ევროპულ ღირებულებებთან და მის ტრადიციასთან, არამედ იქ შეაქვთ თავისი და ეს თავისი ხდება უკვე წარმართველი კულტურული მდგენელი და არა ის ევროპული სივრცე, რომელშიც იბუდებს შემდეგ ემიგრანტი ოჯახები. ვერიდან, მაგალითად, ბალკანეთის კრიზისის დროს, როდესაც იუგოსლავიის ხალხი გადავიდა დასავლეთ ევროპაში და ეს იყო საიმიგრაციო პოლიტიკა, ისინი იყვნენ ევროპის ნაწილი, მაინც და მოხდა გარკვეული ტიპის ინტეგრაცია, გინდა ასიმილაცია და არ ქვი და ამ შემთხვევაში პირიქით ძალიან დიდი რაოდენობის, ვთქვათ, სხვადასხვა კულტურის, ცივილიზაციის წარმოებები ქმნიან თავიანთ კომუნებს და პირიქით იქაო და ეხლა ნახე, ჩვენ რომ ვლაპარაკობთ ხალხზე, ხალხი განყენებულად ვერ იქნება. ეს არის ადმინისტრაციის დაკვეთა. ანუ ეს არის უმცირესობების დიქტატურა. და რატო? მათ აქვთ შემდეგ ისინი ახვედრებენ მსგავს პირობებს. მიხვდი? აი ძალიან მარტივი მაგალითი. ეხლა ბრიტანეთი აღარ არის ევროკავშირის ნაწილი, მაგრამ ბრიტანეთის პროექტი იყო, ხო, ევროკავშირი. ესე იგი 66 მილიონიდან 4 მილიონი არის მუსლიმი და 7 ქალაქში ყავთ მერი. აქედან მუსლიმების 70% ქალი არ მუშაობს და შემწეობას იღებს. ესე იგი 60% დაახლოებით მთლიანი პოპულაციის ასევე შემწეობაზეა და
კიდევ უფრო მთავარი რაც არის დაახლოებით ესენი ახალგაზრდობდნენ და ევროპა ბერდება. ანუ ევროპა რატო ბერდება? იმიტომ რომ ისინი აღარ აჩენენ შვილებს, ანუ ოჯახის დაგეგმა უფრო სხვანაირად გეგმავენ. ესენი კიდე პირიქით ახალგაზრდობდნენ, იმიტომ რომ ესე იგი საშუალო შობადობა არის თითო ოჯახს ყავს 6 და 8 შვილი. ეგ სტატისტიკა იყო რომ 90-იანებში თუ არ ვცდები ჯეიმსი იყო ლონდონში ყველაზე პოპულარული კი არა და ყველაზე მეტად დარქმევადი სახელი და ეხა მუჰამედია. აი ზუსტად ეს არის შპენგლერის ესე იგი ცივილიზაციის ყდომა. მიხდი? ჩვენ რომ დაუბრუნდეთ თავარ კონტექსტს ევროპული ცივილიზაციის და ავიღოთ ის ფუნდამენტური საყრდენი, რომელზეც არის ევროპული ცივილიზაცია აღმოცენებული და რომლის გამოც არის ევროპა ასეთი მიმზიდველი და რომელიც რომანტიზებულია ჩვენ გონებაში და ეს არ არის ის, რომ ვიზა ლიბერალიზაციის მერე ევროპა უნახეთ და მოგვეწონა, ანუ ხო, ჩვენ გავიზარდეთ ევროპულ ლიტერატურაზე, ევროპულ ხელოვნებაზე, ევროპულ ისტორიაზე, ევროპული ცივილიზაციის ნაწილი ვიყავით როგორც ქვეყანა, მჭიდრო კავშირი ჰქონდა ყოველთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ცივილიზაცია. შესაბამისად, ჩვენთვის ან ევროპა სხვა მიმართება არის და სხვა სივრცე არის. რომლის ფუნდამენტური ღირებულებებიც არის პირველ რიგში ეროვნული სუვერენიტეტი, რომლის ღირებულებაც არის ადამიანის ღირსება, რომლის და თავისუფლება, რომლის ღირებულებაც არის კერძო საკუთრების უფლება, რომლის გამაერთიანებელი მთავარი პოსტულატი არის ქრისტიანობა. ჩვენ ვუყურებთ დღევანდელ ევროპაში, რომ ყველა ამ ფუნდამენტური საყრდენის აბსოლუტური მოშლა და ჩანაცვლება ხდება. მაგალითად ეს იქნება საიმიგრაციო პოლიტიკა, ეს იქნება იდენტობის პოლიტიკა, რომელიც აგრეთვე ამის ნაწილია. პოლიტკორექტულობა დავარქვა. რასაც ამბობ რა, როდესაც ბრიტანეთში მაგალითად ახლა ბრიტანეთის მაგალითი მოიყვანე გავყვეთ მაგას. ბრიტანეთში მაგალითად არის 4 მილიონი. მაგას დავამატებ, რომ ესე იგი ბრიტანეთში სასკოლო კურიკულუმიდან, ესე იგი საჯარო სკოლებში აიკრძალა აი რას ნიშნავს უმცირესობის დიქტატურა, რას ნიშნავს არასწორი. ანუ ეს არ არის პირდაპირი წარმომადგენლობა. ეს არ არის ხალხის რეპრეზენტაცია, თორე არსებობს ესეთი მოდელი კონსონაციონალიზმი ქვია, რომელიც ახლო აღმოსავლეთში იყო, სადაც სხვა ეთნიკური ჯგუფები არსებობდნენ და რელიგიური და სხვადასხვა თანამდებობებს პროპორციულად იკავებდნენ, მაგრამ ეს არ არის ხო 4 მილიონი როცა ხარ 66 მილიონში და 7 ქალაქში მე ყავს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ყველაზე ის რა ქვია დარქმევადი სახელი მუჰამედია და ამას ემატება რა საჯარო სკოლებში აკრძალეს კრეაციონიზმის თეორიის სწავლება. რაც ნიშნავს იმას, რომ ღმერთმა შექმნა სამყარო, ეს საჯარო სკოლებში აღარ ისწავლება. მიხვდი? და ისწავლება ევოლუციის თეორია. თუმცა ასევე საჯარო სკოლებს ავალდებულებენ, რომ მუსლიმი ბავშვებისთვის ესე იგი რელიგიური სწავლება დაშვებული იყოს. მიხვდი? ანუ ეს არის სრულად თუმცა ამას აქვს თავისი ეკონომიკური მნიშვნელობა, იმიტომ რომ ისინი ვთქვათ მიგრანტები მუშაობენ დაბალანაზღაურებად შრომაზე, მაგრამ ასევე მეორე მხრივ ანადგურებენ იმ კულტურას, მიხვდი? და ამაში უწყობს ხელს ეს ვთქვათ ევრობიუროკრატია. ესეც უნდა აღვნიშნოს, საშუალო სტატისტიკური ევროპელი, ანდაც ევროპელი ახალგაზრდა, ანდაც ევროპელი ინტელექტუალი არის ევროკავშირის წინააღმდეგი. და ევროკავშირის ევროსკეპტიკოსია, ევროკავშირს აკრიტიკებს. ის რასაუბრობს, რომ ესე იგი არსებობს ელიტარული დიქტატურა ურსულა ფონ დერ ლაიენის, სადაც განსხვავებული აზრი არ წარმოებს, შენ დაგბლოკავენ, ეს არის ლიბერალური დემოკრატიის და კულტურული მარქსიზმის ნაზავი. დაგბლოკავენ ტელევიზიებში, დაგბლოკავენ ბილბორდებზე, დაგბლოკავენ სოციალურ ქსელებში, დაგიჭერენ ბოლოს. ამის მაგალითია AfD და ლეპენი, რუმინეთი, აქეთ აღმოსავლეთ ევროპა, ხო? განსხვავებული, ანუ რასაც ჩვენ გვთხოვენ დაახლოებით საქართველოში, რომ ჩაატარეთ არჩევნები მანამდე, სანამ ჩვენი კანდიდატი არ გაიმარჯვებს და აქ კიდე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ევროკავშირში თქვათ ეს გაწევრიანების საკითხი, მიხვდი? აქვთ შანტაჟის ძალიან ძლიერი იარაღად და რეალურად ჩვენ ეს უნდა გავიგოთ რა, რომ აი მოგცეს რაღაცა შარლ მიშელის პუნქტები, შემდეგ იყო ისინი, ხო? აი ეს პუნქტები რო არსებობს, ისეთი პუნქტებია, სადაც მეკოთნე საითაც უნდა იქით გაუკეთებს სახელურსო, ხო იცი? დეპოლარიზაციის შემცირება. ეს რომელმა არბიტრმა უნდა გადაწყვიტოს. მაგალითად ჩვენთან რაც გააკეთეს, ხო? 310-მა პარლამენტარმა
ხელი მოაწერა, რომ კეზერაშვილი არის მედია პერსონა დევნილი. ასევე პარლამენტარებმა რეზოლუციას ხელი მოაწერეს, რომ მიშა სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, ხო? ანუ შავზე თეთრის დამტკიცება. ეს არის ელიტარული დიქტატურა. ბრიტანეთში 4 მილიონი მუსლიმი რო ახსენე მაგას დაუბრუნდები ისევ რომ მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე 4 მილიონი მუსლიმი არ არის რაც დიდი რეპრეზენტაცია, ხო მაგალითად. მაგრამ როდესაც მერის რაოდენობიდან გამომდინარე ხედავთ რომ 7 მერი არის, ანუ ეს ხო ცალსახაა, რომ ეს არის ზუსტად იმ პოლიტიკური ბიუროკრატიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ ეს რეპრეზენტაციისთვის მოხდეს ასე, რომ ევროპა, რომელიც დასაწყისში ახსენე ეროვნული სუვერენიტეტი, რომელიც ეროვნულ სუვერენიტეტზე უნდა იდგეს და ისაა მისი ერთ-ერთი მთავარი ფუძემდებლური აქტი. ამის მაგივრად ჩვენ ვართ იმდენად მიმღებლური, მრავალფეროვანი იმდენად შეგვიძლია რომ უცხო ერები და კულტურებისადმი ტოლერანტული ვიყოთ, რომ აი ჩვენ ამ ხელა რეპრეზენტაცია გვაქვს. ეს ხო რეალურად არის საკუთარი კულტურის უარყოფის ცდელობა, არა უკვე შედეგი და ამას რა ემატება შემდეგ? ის კულტურა თან არ გაღიარებს და გებრძვის ამ შემთხვევაში. ამბობს რომ როდესაც მიდის საუბარი იმაზე, რომ ამის წინააღმდეგ მაგალითად საჯარო სივრცეში რაიმე კრიტიკული გაჟღერდება, ეს რასაკვირველია აბუირებული უნდა იყოს, იმიტომ რომ აქ უკვე შემოდის ის ტერმინები, რომელიც შენ გაქცევს ეგრევე გარიყულა და ჩვენთან ეგეთ ტერმინიანი მაგალითად რუსეთუმე, ხო? და იქ არის რომ შენ ხარ ესე იგი ან ქსენოფობი და ქსენოფობია წითელი ისა, ჰომოფობი, რომელიც აგრეთვე წითელია. ხო, რასაკვირველია. ის სოციალური სიკვდილია. ევროპის მახასიათებელი განსხვავებულის მიუღებლობაზე დიდი ისტორიული ფენომენი იყო ინკვიზიცია და ჩვენ რეალურად დღეს ვხედავთ, რომ ევროპაში აღარ არის ინკვიზიცია და პირდაპირ წესით კოცონზე არავინ არ იწვება, მაგრამ ჩვენ გვაქვს ათასობით და ათეულობით ათასი მაგალითი სოციალური ინკვიზიციის, რომელიც უკვე ხორციელდება ძალიან მარტივად იმ ტერმინებით, რომელიც არის რომ ეს ადამიანი არის რასისტი, ეს ადამიანი არის ჰომოფობი, ეს ადამიანი არის ამ ადამიანს არ აქვს მიმღებლობა სხვა რელიგიასთან. შენ იქცევი კეთროვნად, შენ არ შეიძლება არ მოგეხსახუროს კონკრეტული დაწესებულება, არ გაჭამოს საჭმელი რესტორანში, კაფეში არ დაგისხან ყავა და თუ მანამდე არსებობდა ინკვიზიცია, ტოტალიტარიზმში არსებობდა ინდოქტრინაცია და დახვრეტა და ასე შემდეგ, ასე გიცვლიდნენ თქვათ აზრს, დღეს ეს ყველაფერი ხდება შერცხვენით. ანუ შენ ხარ შერცხვენილი, არ შემოიშვები არსად, არ დაიშვები, შენ ხარ პირუტყვი და ასე შემდეგ. მაგრამ მე ყოველთვის მიყვარს, როდესაც ევროპაზე ვსაუბრობთ, აი ძალიან მიყვარს შვედეთის მაგ, იმიტომ რომ პირველ რიგში რომ სკანდინავია ძალიან რა ვიცი თითქოს ახლოს არის ჩემთან და მეორე მხრივ ძალიან კარგად აღწერს ყველაფერს, იმიტომ რომ შვედეთში არის უკიდურესი ლიბერალიზმი, მარტივად რო ვთქვათ, უკიდურესი ლიბერალიზმი, უკიდურესი მიმღებლობა სხვა კულტურების, უკიდურესი იმაზე მეტი. თუმცა მეორე მხრივ ძალიან კარგად გამოხატავს ევროპას. ევროპა ჩვენ რო გვეუბნება, რომ თქვენ არ გაგაჩნიათ პოლიტიკური კულტურა, მაგალითად კანონს ვერ მიიღებთ, იმიტომ რომ ეს რუსულია. ჯერ თქვენ პოლიტიკური კულტურა არ გაგაჩნიათ ამის. ხო, ნუ ავიცი თვითონ ხა მაიმუნები ხართ რა და არ შეიძლება მაიმუნს რო იარაღი გქონდეს. თვითონ იყვნენ რომ 50-იანებში მორჩნენ ზოოპარკს, სადაც ნახველები შავკანიან ადამიანს ნახულობდნენ, მიხვდი ვიზიტორები. და პარიზში თუ არ ვცდებით და იმაში რა ქვია, ნიდერლანდებში და ბელგიაში, ანუ ძალიან ბევრი მნახველი ყავდა. და შვედეთში 87 წელს მორჩნენ ბოლო სტერილიზაციას რასობრივი ბიოლოგიის უფსალაში შეიქმნა რასობრივი ბიოლოგიის თქვათ მიმართულება, სადაც ყველაზე ლამაზი ერი უნდა ყოფილიყო. იცი ვის ასტერილებდნენ ღარიბებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ხალხს 87 წელს და უცბად კონტრასტში მერე გახდნენ ულტრალიბერალები. ესე იგი, ნუ ფაქტო, მაგრამ რა მიიღეს ამით? ყველაზე მეტი მიგრანტი შევიდა თქო, მაგიტო ვთქვი რა, უნგრეთში და შვედეთში პროპორციულად. რა მიიღეს ამით? იცი რომ პერ კაპიტაზე მექსიკის რაოდენობის დანაშაული ხდება შვედეთში. მე მყავს შვედი მეგობრები და ყველაზე წყნარი და მშვიდი ქვეყანა იქცა განგსტერების ბუდეთ, არ ვიცი დასერჩეთ თუ გინდათ რავა მაჯიდი არის ეგეთი განგსტერი, რომელიც ეხა იქიდან გაქცეულია და ნუ ფოქსტროტი აქვს ბანდა. სტოკჰოლმი არის ჩვეულებ, როგორი კრიმინალია, იცი? აი ნიუ-იორკი და ლონდონი მონაგონია.
13-14 წლის ბავშვებს გირაობენ ადამიანებს მოსაკლავად, იმიტომ რომ მათზე სისხლის სამართალი არ ვრცელდება და იმათ აძლევენ ფულს. ჩვეულებრივი გეტოებია, ჩვეულებრივი გეტოები. მივხვდი, აი თბილისში ხო არ არის ეგეთი უბანი, სადაც ვერ შეხვალ. იქ არის გეტოები. ჩვენ რო შევხედოთ და დავაკვირდეთ თქვენ პროცესს, რომელზეც ახლა საუბრობთ და რატომაც სწორად დავარქვით ამ გადაცემას ეს სახელი, რომ ჩვენ რეალურად საუბრობთ ევროპის იმ ღირებულებებით თუ იმ ტრადიციულ თუ ფუნდამენტალურ ყდომაზე, რომლის პირობებში ახლა არის, რეალურად, როდესაც მაგალითად ჩვენ გვეუბნებიან, რომ დაცილდით ევროპას, ამაზე მჭიდროდ ალბათ საქართველოს ევროპასთან აზრს არ ყოფილა, იმიტომ რომ ის ფუნდამენტური ღირებულებები კიდევ ერთხელ, რომელიც არის ეროვნული სუვერენიტეტი, რომელიც არის გამოხატვის და ადამიანის ღირსების უფლება და თავისუფლება, კერძო საკუთრების უფლება, მართლმადიდებლობა, როგორც გამთავარი გამაერთიანება, ანუ დღეს საქართველოში ეს არის ყველაზე მოძლიერებული ინსტიტუციები და ყველაზე მოძლიერებული სივრცეები და რეალურად ჩვენ ვაკვირდებით, რომ ჩვენ ვართ ძალიან მჭიდროდ ევროპასთან, რომელიც არის ცივილიზაციური ევროპა და რეალურად გეოგრაფიული ევროპა თვითონ არის უკვე ძალიან დაშორებული ცივილიზაციურ ევროპას. იმიტომ რომ გეოგრაფიულ ევროპაში ჩვენ ვხედავთ, რომ თავარი გამაერთიანებელი რეალურად აღარაფერი აღარ არსებობს და არის ალბათ გამაერთიანებელი როგორ უნდა დაარქვი, მაგრამ თავარი მახასიათებელი არის გამძაფრებული ინდივიდუალიზმი, რომლითაც სადეს რა გამოუვიდათ, რომ შეენაცვლებინათ საბოლოოდ ქრისტიანობა. ეს არის მართვის მეთოდში თავიდან ბოლომდე ბიუროკრატიაზე დამოკიდებული მმართველობა, რომელიც თავის მხრივ და რატო ვახსენებთ ხო ხშირად deep states მაგალითად რატო არის ესე აქტუალური ბოლო პერიოდში, ის რომ ეხა ევროპული ბიუროკრატია და თუ ეხა ევროკავშირს ავიღებთ მით უმეტეს, რომელიც საერთოდ არჩეული არ არის ხალხის მიერ და საერთოდ უბრალოდ დასმული ადამიანები არიან, ევროპული ბიუროკრატია, რომელიც თავიდან ბოლომდე არის დამოკიდებული და მიკედლებული ამერიკას მხოლოდ ორი ფაქტორი რო გამოვყოთ საკმარისია, მხოლოდ იმიტომ რომ თავდაცვისუნარიანობა საკუთარი ამერიკის გარეშე არ გააჩნია და წერილში და ეკონომიკური დამოუკიდებლობა ამერიკის გარეშე არ გააჩნია, რომელიც წერს რომ მთელი ევროპა გადაქცეულია ნატოს ბაზებად და მეორე ეკონომიკური და ეხა ტრამპის ტარიფების პოლიტიკა და ტრამპის მიმართება ზუსტად ხო აი ეს უკრაინის საკითხით ჩვენ კონტექსტს უნდა შევეხოთ მე მგონი მაგ საკითხში რომ გვეუბნებოდნენ მიგვითითებდნენ პირდაპირ დავალება იყო რომ ომში ჩავერთო ომში ჩართვა მართლა იმას კი არ ნიშნავს რომ პირდაპირ იარაღი აიღეთ და აქედან არა მოწოდებები იყო რომ აფხაზეთში გაისერინეთ მოწოდებები იყო რომ გაგზავნეთ სამხედრო ტექნიკა ერთი ჩაფხუტი მაინც არ იკმარეს ჰუმანიტარული ტვირთი არა ჩაფხუტი მაინც სიმბოლურად უნდა გაგეგზავნა ხო ომში ჩართვა არ არის ხო რა თქმა უნდა ისო მე გაუხსენ ცეცხლი და ეს ხოლოდ რატო უნდა მომხდარიყო იცი რომ რუსეთს ესე იგი ყურადღება გადმოიტანა აი დათვს რო ისესროლო რა კბილის საჩიჩკნი და ამის გამო უნდა განადგურებულიყო საქართველო და ომის საკითხზე რაზეც თქვი რომ არ არის აუცილებელი რომ ტყვია ესროლდა ამით დაიწყოს კონფლიქტი ხო ახლა პირველი მსოფლიო ომი აღარ მოხდება ალბათ მაგ სცენარით აღარ დაიწყება ხო არის პოლიტიკური გადაწყვეტილება ხო ანუ რუსეთის შეჭრაც უკრაინაში რუსეთის ფედერაციამ გაამართლა თავის მოქალაქეებში იმით რომ უკრაინა მათთვის მიუღებელი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და უარი თქვა იმ პოლიტიკურ შეთანხმებაზე რომელიც მათთან არსებობდა ხო და ანუ ეს გახდა მათთვის საკმარისი მიზეზი სრულმასშტაბიანი ობს არ ეძახიან მაგრამ ომის და ამაზე ხო ამერიკამ და ევროპამ ბოდიში რუსეთი ხო აგრესორად გამოაცხადა და ესე იგი მის სტიგმატიზაციას შეუდგა მედია მიმართულებით და მარკეტინგულად მაგრამ ამერიკამ რა თქვა იგივე ლოგიკა არ დადო გრენლანდიაზე რომ თუ გრენლანდია არ იქნება თანახმად ჩვენ მზად ვართ რომ ჯარებითაც შევიდეთ რატო კოპენჰაგენიდან გრენლანდია უფრო შორს არის ვიდრე ამერიკული კონკრეტული ქალაქიდან და შეხედე მე ვიცავ ანუ ბუფერია რა როგორც ამბობდა ნატოს ბაზებზე პუტინი რომ მე უკანასკნელი ნატოს ბაზა რაც არის მთელი თავდაცვისუნარიანობა მაქვს აწყობილი ამ 15 წუთზე და აქ მცირდება და 6 წუთი ხდება ანუ მე უნდა გადავეწყო მთლიან და ამიტომ შეიჭრა მივხვდი ანუ ბუფერებზე აქვს საუბარი და
ტრამპმა პირდაპირ ხელი მოაწერა ამას, რომ პუტინს ჰქონდა ლეგიტიმური მიზეზი თავისი ნათქვამით. ხო და ამ შემთხვევაში ჩვენ რეალურად გთხოვდნენ ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც იქნებოდა წინაპირობა რუსეთისთვის, რომ ჩვენთანაც შემოეშვა ჯარები, ეს იქნებოდა სანქციების დაწესება, რომელიც იქნებოდა ღია კონფლიქტულ მხარეთ დაფიქსირება, ეს იქნებოდა მოხალისეების გაგზავნა, რომელიც სახელმწიფოს გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო, თუ სახელმწიფოს უნდა დაენიშნა ეს ჩარტერული რეისი. შესაბამისად, ანუ იმაზე საუბარო არავის თქვენს არ უთხოვიათ, იარაღი ხელში აიღეთ და წაებრძოლოთ, ხო, ანუ ეგ ნიშნავს, რომ მაშინ პირდაპირ გითხრა, რომ გენოციდი მოიწყვეთ შენითო და მაგას რას კურველია, არავინ არ ეთქვა. და სანქციები დაუწესეთო, კაცო, ეკონომიკა ჩამოშალეთო. და უბრალოდ ამ ჩვენ რუსეთს დაუწესეთ სანქციები. ჩვენ განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პერიოდიდან მოყოლებული დღემდე ჩვენი მისამართით მუდმივი საშანტაჟო ინსტრუმენტი არის ის ყმადაღებული თემა, რომ ევროკავშირის გრძელვადიანი გაწევრიანების პერსპექტივა, აი შეიძლება უფრო მოკლევადიანი გაგიხადოთ თუ არის ბევრი, თუ არის რომ ან არჩევნებში უნდა დადოთ ისეთ შედეგი, რომელიც ჩვენთვის არის მისაღები და არა ხალხისთვის არის მისაღები, ან გადაწყვეტილებები კონფლიქტები თქვენს რეგიონში არსებულ კონფლიქტებზე უნდა მიიღოთ არა თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, საკუთარი კულტურის რატომ მიდიხარ? ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხო თქვა, რომ უკრაინელები მზად არიან, რომ მოკვდნენ ევროკავშირში გასაწევრიანებლად და კი, ეგრე უნდა და ქართველები მზად უნდა იყვნენ, რომ მოკვდნენ. და შემდეგ გაწევრიანდებიან ევროკავშირში. ჩვენ მაგალითად არ გვაძლევენ უფლებას და ადლობა ღმერთს რომ სახელმწიფო არის ამ მომენტისთვის იმდენად მოძლიერებული, რომ მას შეუძლია გარედან ეს ზეწოლა გადააგოროს. ჩვენ არ გვაძლევენ უფლებას, რომ მივიღოთ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ჩვენ თვლით ამ ქვეყნის უმრავლესობა, რომელმაც ამ ხელისუფლებას ხმა მიცა და შესაბამისად ლეგიტიმაცია მიანიჭა იმისა, რომ ქვეყანა მართოს, მივიღოთ ის კანონმდებლობა, რომელიც არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საჭირო. ჩვენ გვედავებიან, რომ მაგალითად მივიღეთ რუსული კანონი, ამავდროულად ტრამპის ადმინისტრაცია დღიდან ხელისუფლებაში მოსვლისა საუბრობს იმაზე, რომ მეტი გამჭვირვალობა არის საჭირო უნივერსიტეტებში შევიდნენ ტიპები, რომ უნივერსიტეტებს თხოვენ მეტ გამჭვირვალობას დაფინანსების თაობაზე, იმაზე აღარ ვამბობ, რომ 2 წელი, რასაც ქართული ოცნების ხელისუფლება ლაპარაკობდა, რომ USAID, NEDI, ესენი არიან მთავარი რევოლუციის დამფინანსებლები, რადიო თავისუფლება და ამერიკის ხმა, ეს არის მთავარი მედია აქტორი, რომელიც ნარატივებს აუცილებლად ლუნატიკი გიშეშლილი პერვერტები არიან. პირველი ბრძანება იყო, რაზეც ტრამპმა ხელი მოაწერა, ამ ზემოჩამოთვლილი 4 მრავალწლიანი ისტორიის ამერიკული საგარეო პოლიტიკის განსაზღვრელი ორგანიზაციების გაუქმების და ამის მიუხედავად საქართველოში მაგალითად ქართველი ლიბერალისტვის ან რაღაც ოპოზიციური განწყობილი ტიპის მაინც არაფერი არ შეცვალა, იმას მაინც გონია, რომ არანაირი პრობლემა არც NEDI არ იყო, არც USAID არ იყო, არც რადიო თავისუფლება იყო ერთადერთი რაღაც ესეთი თავისუფალი ამერიკული სტილის მედია და ოპოზიციური მედია რაც არის, ეგ არის მარტო სიტყვის თავისუფლების ფლაგმანი. და ტრამპმა თქვა ძალიან გარკვევით, რომ ესენი USAID-ზე, რომ ესენი არიან ლუნატი, ანუ შეშლილი პერვერტები. დაახლოებით აი მაყურებელს Squid Game-ი, ვისაც გაქვთ ნანახი, იქ რო VIP სტუმრები არიან პერვერტები, ხო, ადამიანებს რო კლავენ, რაღაცა ამ პერვერსიულ თამაშებში რო არიან ჩაბმულები, დაახლოებით მაგ კალიბრის და ზუსტად მაგედან მინდა მივიდე. ეხლა ჩვენ რაც ვისაუბრეთ და ხალხი ხედავს, რომ გარკვეულწილად ევრობიუროკრატიაში ხდება სიგიჟე. ერთი მხრივ, აი როგორ შეიძლება შენ საიმიგრაციო პოლიტიკით შენ ცივილიზაციურ ევროპას ანადგურებ და ამას ხო ყველა ხვდება. თვითონ ევროპელი თქვა, აი მიხვდი რას ვამბობ? მაყურებელს ეს კითხვა დაებადება. მაყურებელს დაებადება ის კითხვა, რომ როგორ შეიძლება პოლიტკორექტულობა და ეს გენდერული ანთროპოლოგია, ანუ ეს დიქტატურა არსებობდეს. როგორ შეიძლება რომ შენ უნივერსიტეტში ვერ დაწერო სამეცნიერო ნაშრომი, მაგალითად ვერ შეადარო ქალის და მამაკაცის ტვინი ერთმანეთს.
გინდა კარგად, გინდა ცუდად. მე არ ვამბობ მამაკაცის სასარგებლოდ, რამე კონტექსტში. როგორ შეიძლება რომ კინო ვერ და ამაზე მოგივარდნენ შემდეგ და დაგარბიონ ამას ამბობს ხო ჯორდან პიტერსონის მაგალითი როგორ არ ბევდნენ სიტუაციაზე კანადაში, მაგრამ იგივე კონტექსტია ხო აქაც. როგორ შეიძლება რომ კინო ვერ გადაიღო, სადაც არ იქნება ესე იგი აი ეს უმცირესობების თემა და ასე შემდეგ. და რატო ხდება ეს ყველაფერი? ადამიანი იკითხავს ხო ხა ნუ თუ ეს ევროპელმა არ იცის. და რატო ხდება? იმიტომ რომ საშუალო სტატისტიკური ევროპელი ამას აპროტესტებს, უბრალოდ მას არ აქვს გაპროტესტების უფლება. იმიტომ რომ ეს პოზიცია ამას თუ გააპროტესტებ, ითვლება როგორც საქართველოში რუსეთ უმეორად. ხო, ბნელ რასიზმად დაახლოებით შეიძლება ჰიტლერის გვერდით მიგაბრძანონ, მისი გამომხატველი ვთქვათ, იქნება ეს ლეპენი თუ AfD ითვლება უკიდურეს სიბნელეთ და ასე შემდეგ. ისინი არ არიან წარმოჩენილები არც მედია საშუალებებში, ისინი არ არიან არც არც გაზეთში, არც სოციალური ქსელის პოლიცია არსებობს, სადაც არა მხოლოდ მე იმას კი არ ვამბობ ტერორისტულ მოწოდებაზე, რამეა ესეთ მოსაზრებას ევროსკეპტიკურს რო გამოთქვავ, დაგიჭერენ პირდაპირ, არც მეტი, არც ნაკლები და ანუ ეს სიგიჟე ტრიალებს და ვიღაც იკითხავს, რომ რატო ხდება ევროპელები ნუ თუ თავის თავს ინადგურებენ. პირველი რატო ხდება? იმიტომ ხდება, რომ არსებობენ გარკვეული ოჯახები, რომლებიც ფლობენ იმ სიმდიდრეს, რაც 99% ერთად შეკრებილი და ამას დამატებული არსებობს ეს ჰერბერტ მარკუზეს თეორია, რომ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები, ანუ ჩვენ უნდა მოუძებნოთ ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს. ეს არის რა მარქსიზმი. მარქსისტვის ეს იყო ჯგუფი, რომელსაც პროლეტარიატი. შემდეგ მუშამ იყიდა თავისი ბედნიერება და მარკუზე ამბობდა, რომ ვინ არის ის ადამიანი, ვისაც დასაკარგი არაფერი აქვს. ეს იყო თქვათ უმცირესობები, სხვადასხვა მიმართულებით, მიხვდი? რომელსაც იმიტომ რომ ისინი ისე იჩაგრებიან, რომ მათ დასაკარგი ისინი ყველა ბრძოლაში შევლენ. შენ თუ შემდეგ მათ მისცემ ყველანაირ პირობას ისეც თუ შეუქმნი, სადაც შეგვიძლია დავარქვათ, ხო, ეს დიქტატურა. მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც დაიწერა შპენგლერის ის ნაშრომი, რომელიც სათაურიც ქვია ჩვენს გადაცემას, ის წინასწარმეტყველებდა გადაცემის დაწყების ჩამოთვლილ თემებთან ერთად იმ საკითხს, რომ რეალურად ევროპა მაშინ განადგურდება, ყდომის ეპიზოდი დაისის მერე მაშინ დადგება, როდესაც ის საბოლოოდ იტყვის თავის კულტურაზე უარს და საბოლოოდ განადგურებს თავის კულტურას. რის ერთ-ერთ მთავარ არგუმენტადაც ის აგრეთვე შემოქმედებით კულტურაზეც საუბრობს და არა მხოლოდ იმ კულტურაზე, რომელიც ისტორიულად და ტრადიციულად ევროპული ცივილიზაციის ნაწილია. და ჩვენ რო შევხედოთ ყველაზე მარტივი დასაკურვებელი რაც არის ესეთი არადაინტერესებული ადამიანის მე-20 საუკუნის შემდეგ რა ხდება ევროპულ კულტურაში. ანუ მე-20 საუკუნის შემდეგ ევროპულ კულტურაში დიდი მოაზროვნე არ დაბადებულა მე-20 საუკუნეში ევროპულ კულტურაში დიდი შედევრი არ შექმნილა არც ერთი მიმართულებით, დიდი ქრესტომათიური ტექსტი არ დაწერილა. ანუ ჩვენ ვუყურებთ აბსოლუტურ დევალვაციას კულტურის და ინტელექტუალიზმის, შესაბამისად შემოქმედებით აბსოლუტურ კრიზისს, რომელიც ზუსტად იმ სულის გამოცლას ევროპიდან, რომელსაც შპენგლერი ლაპარაკობდა, მოასწავებს და რომელიც უკვე ძალიან დიდი ხანი არის გრძელდება. მათ შორის ევროპული კულტურის ასეთი დაღმასვლაც და დაისიც რეალურად არის თანასწორი იმ პოლიტიკური დაღამებისაც, რომელიც უდგას სამწუხაროდ ევრობიუროკრატიის და deep state-ის გავლენებით ევროპულ ცივილიზაციას. შენ ძალიან ზუსტად ილაპარაკე რა, ეს ყველაფერი და დაახლოებით რომ შევაჯამოთ ჩვენ აქ, ნუ ეს იყო დღეს რაღაცა ზოგადი მიმოხილვა, გადაცემა რის შესახებ იქნება ჩვენ. შემდეგ გადაცემაში კონკრეტულ თემას ავირჩევთ, იმაზე კონცენტრირდებით უფრო ფართოდ და უფრო სიღრმისეულად გავშილთ. ეხლა მაგალითად ვიდეოები გვექნება, რომელსაც ავაკომენტარებთ ხოლმე. ეხლა ვიდეოები არის, აი დაახლოებით რა არის ევროპა. ძალიან კარგი საილუსტრაციოა ეს ყველაფერი რა. და ჩვენ რო შევაჯამოთ, მოკლედ ევროკავშირი და ევრობიუროკრატია არის პირველი ტოტალიტარიზმის ყველაზე შენიღბული ფორმა. მეორე ეს არის deep state-ის ჩვეულებრივი შანტაჟის იარაღი არაწევრი სახელმწიფოებისადმი. მათ შორის წევრი სახელმწიფოებისადმი. ხო, წევრი სახელმწიფოებისადმი შანტაჟის მათ სუვერენიტეტი არ აქვთ. ფაქტობრივად თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ. ჩვენ შემთხვევაში ეს არის შანტაჟის იარაღი, რომ
ჩვენ უფლებას მოგცემენ საუბარზე, რომ აი გავწევრიანდეთ თუ არა, თუ დავიხოცებით მათ გამო. ანუ აი მაგალითად, ბოდიში მაგალითად ეხლა რაც ეკრანზე ხდება, ეს არის ევროპული მოვლენა, ეს არის საფრანგეთში როგორ შლიან პროტესტს, ეს მათთვის არის ჩვეულებრივი რამ ისე როგორც უნდა იქცეოდეს სამართალდამცავი, როდესაც ხედავს რომ აქციაზე რაღაცა არა მის წარმოდგენაში არასწორი ხდება. მაგალითად ანალოგიური და ამაზე გაცილებით ჟილეტების აქციაზე 20-მეტმა ადამიანმა დაკარგა თვალი. ჩვენ გამოდიან ელჩი იქნება, საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება სხვა ქვეყნების და გვეუბნებიან რომ საქართველოში ეს რაც არის ევროპული მოვლენა, რაც თქვენ უყურებთ ევროპის წიაღში განხორციელებულ მოვლენებს, ეს საქართველოში არის ტოტალიტარიზმის ნიშნები, რუსეთისკენ გადახრილი პოლიტიკური ვექტორი, ეს არის ძალადობის ისეთი მასშტაბი, რომელიც არ შეიძლება რომ განხორციელდეს. და რატო? რაც ეპატიება იუპიტერს არ ეპატიება ხარ? ხო და ორმაგი სტანდარტი, რომელიც დღეს არის თავარი ინსტრუმენტი ევროპისთვის, არის ყველაზე არაევროპული მოვლენა, იმიტომ რომ იმ ფუნდამენტურ ღირებულებას გამორიცხავს თავის თავში, რომელიც როგორც თანამედროვე ისე წარსული ევროპის უმნიშვნელოვანესი კონტექსტია და რაც არის სამართლის უზენაესობა და რაც არის გამოხატვის და თავისუფალი აზრის ქონის და საკუთრების ქონის უფლება. ეს ალბათ რომელიც ერთ თითქოს შემზარავი რეალური ვიდეო მასალა რაც კი ოდესმე მინახავს, რომელიც გადაღებული არის საფრანგეთში და სადაც ადგილობრივ მოქალაქეს მამაშვილს ევროპელი საუბარი ვერიცავს საკუთარ ბავშვს ვიღაცა ტიპისგან უცხო ქვეყნიდან მოსული ემიგრანტისგან რომელიც ამ მცირეწლოვან რომელსაც აქვს უფასო ჯანდაცვა განათლება ყველაფერი ერთადერთი რეაქცია რაც არის ადგილობრივი მოქალაქეებისგან არის ის რომ განერიდონ მას იმიტომ რომ მათ აქვთ უკვე გონებაში გამჯდარი ის ძალიან ტრაგიკული მოცემულობა რომ საკუთარ ქვეყანაში მათთვის ემიგრანტზე ძალადობა არის უფრო მეტად დასჯადი და ტაბუირებული და შეუძლებელი არის რომ ეს კულტურულად მე გამართლდეს და სოციალური სიკვდილი ამას არ მოყვეს და შესაბამისად ამ ოჯახს ურჩევნია რომ უბრალოდ შვილი განარიდოს მოძალადეს ვიდრე საკუთარი მომავალი და შვილის მომავალი დააყენოს საფრთხის ქვეშ წავიდეს რისკზე რომ სამსხური და გაათავისუფლონ წავიდეს რისკზე რომ სამეზობლოში გახდნენ საძულველი ადამიანები ემირატებში გააკეთებს გავსი რამე შეიძლება სიკვდილით გაუქმების უფლება და ნუ როგორც დასწრებს შეიძლება სიკვდილით დაგსახელოს ახალი ფორმის ინკვიზიცია რაც არის ემიგრანტების უფლებები ემირატებში რო დაცულია მეტი არ შეიძლება იმიტომ რომ იქ მოქალაქეობას ძალიან რთულად მიიღებ მაგრამ აბა რამე მსგავსი გააკეთე იქაურ წესებს გადაუხვიე ქუჩაში ისე დალიე და იყვირე და რამე სექსუალური ხასიათის გააკეთე ეგრევე ისე დაგსჯიან რომ მეტი არ შეიძლება და ამას მე მგონია ევროპის დაის ძალიან კარგად უხდება ის თქვათ გამონათქვამი რომ რთული დროება ქმნის ძლიერ ადამიანებს, ძლიერი ადამიანები ქმნიან მარტივ დროებას, მარტივი დროება შემდეგ ქმნის სუსტ ადამიანებს და ზუსტად ეს დაემართა ევროპას. მას აღარ შეუძლიათ საკუთარი თავის დაცვა, საკუთარი ოჯახის დაცვა, საკუთარი მცირეწლოვანი შვილის დაცვა, რომელიც უფლებაც არ გაქვს რომ ვერ დაიცვა, იმიტომ რომ მას არ აქვს დაცვის საშუალება. მიხვდი? შენ ძლიერი ხარ თუ არა, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. აი ეგ არის, რადაც გადაიქცა დღევანდელი ევროპა. და ამას დამატებული ეს არის მართვის მიმართულებით, ადმინისტრირების მიმართულებით ჩვეულებრივი ტოტალიტარიზმი და ევრობიუროკრატია არის შანტაჟის პირველი იარაღი. და დღევანდელი საქართველო არის გაცილებით ევროპული სახელმწიფო და ევროპული კულტურა ვიდრე ნებისმიერი ცენტრალური ევროპის წარმომადგენელი ქვეყანა. ჩვენ გემშვიდობებით ამით, შემდეგ გადაცემებში უფრო კონკრეტულები ვიქნებით, ავირჩევთ უფრო თქვათ დეტალიზებულ თემას ჩავშლით, გავშლით ბოლომდე და მიუყვებით ავა კომენტარებით, გავუშვებთ ძალიან საინტერესო ვიდეოებს და ასე შემდეგ. მადლობა ყურადღებისთვის და ნახვამდის. ნახვამდის შევხვდებით შემდეგ კვირა დღეს, რაც ნახევარზე პოსტ ტივ-ზე, კარგად ვწადებით.